ჩვენ საუბრობდით ღამის ნამაზთან, თაჰაჯუდ ნამაზთან დაკავშირებულ ჰადისებზე და ისევ ვაგრძელებთ იმამ ჰაკიმის მუსტედრეკში არის ეს ჰადისი გადმოცემული. عن أبي هريرة رضي الله عنه قال أبو هريرة გადმოგცემს قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله شوى موالمت ومن صلى في الليلة بمئة آية لم يكتب من الغافلين وينت غامت أسي آياتيس კითხვით ნამაზს ილოცავს. ანუ ღამით ადგება თაჰაჯუდს ნამაზს ილოცავს და ამ თაჰაჯუდ ნამაზის შიგნით ფათიჰას შემდეგ ზემის სურეს სახით საერთო ჯამში 100 აიათს იკითხავს. ეს ადამიანი ალლაჰის წინაშე უგულისხმუროთა შორის არ ჩაიწერება. უგულისხმურო არის ის ეწოდება იმ ადამიანს, რომელიც სერიოზულად არ აღიქვამს ღვთისმსახურებას, საკუთარი ცხოვრების, საკუთარი თავის ალლაჰისადმი მიძღვნას, რომელიც სერიოზულად არ აღიქვამს იმ ნიამეთებს, რომელიც მორწმუნეთათვის ახირეთში არის შეპირებული. ასევე სერიოზულად არ აღიქვამს იმ სასჯელს, რომელიც მორწმუნეთათვის არის ახირეთში აქმული. ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, დიდ ყურადღებას არ აქცევს და ძალიან ცოტა ღვთისმსახურებებით არის დაკავებული. ასეც ეწოდება ღაფილი არაბულად. სწორედ ღაფილთა შორის ეს ადამიანი არ ჩაიწერება. ومن صلى في ليلة بمئتي آية فإنه يكتب من القانتين المخلصين. ხოლო ვინც ღამით ადგება და თაჰაჯუდ ნამაზს შეასრულებს 200 აიათით, ის ალლაჰის წინაშე ღამების ღვთისმსახურებაში გამტარებელ მსახურთა შორის ჩაიწერება. ერთგული გულწრფელი მორწმუნეები, რომლებიც ღამეს ღვთისმსახურებაში ატარებენ. აი ამათ სიაში შევა ასეთი ადამიანი, ვინც ღამით 200 აიათით იკითხავს. ხუზეიფე ბინ იემანი გადმოგცემს, მაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან, რომ შუამავალთან შეიარა ღამით. وهو يصلي في المسجد და ნახა რომ მეჩეთში ლოცვილობს. შუა ღამი ხან რიასის მერე გეიარა და ნახა რომ ლოცვილობს. في المدينة ანუ მედინეში მესჯიდში ლოცვილობს. قال قمت أصلي وراءه დავდექი და მის უკან მეც დავიწყე თახვირი ევიღე და დავიწყე ლოცვა. يخيل إلي أنه لا يعلم. მე ისე ვფიქრობ რომ ისო არ იცოდა მან რომ მე მის უკან ვიდექი. فاستفتح سورة البقرة და მან სურა ბაყარა დაიწყო. სურა ბაყარა ყურანი კერიმში ყველაზე გრძელი აიეთია, ყველაზე გრძელი სურა არის. 3 ჯუზს მოიცავს, თითოეული ჯუზი 20 გვერდია. فقلت إذا جاء 100 آية ركعة. ჩემს ვინა ვფიქრობ რომ 100 აიეთს რომ ათებს რუქუზე წავა. فجاءها فلم يركع. აწია 100-ზე, მაგრამ რუქუი მაინც არ გააკეთა. فقلت إذا جاء 200 آية ركع. ჩემს ვინა დავიწყე ფიქრი რომ 200 აიეთზე რომ ავა, მერე წავა რუქუზე. فجاءها فلم يركع. ავიდა 200-ზე, მაინც რუქუზე არ მიდის. فقلت إذا ختمها ركع. მერე დავიწყე ფიქრი რომ სულ 286 აიეთია. ეგი რაკე სურა ბაყარა. ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი რომ ალბათ სურა ბაყარას დაამთავრებს და მერე წავა რუქუზე. فختم დაამთავრა. فلم يركع. მაგრამ რუქუზე მაინც არ წავიდა. فلما ختم قال. როდესაც დაასრულა სურა ბაყარა, თქვა اللهم لك الحمد. ანუ ბაყარას შემდეგ ამერც შუქური გაუკეთა. اللهم لك الحمد. ორჯერ ეს გაიმეორა. سرا ثم فتح آل عمران. შემდგომ آل عمران მოსწია. فقلت
إن ختمها ركعة أمجرات عصاية غراموس إن شاء الله علي إمران بولم دام تورث ركوزت أول فختمها ولم يركع علي إمران دام تورث مغرم ركوزي أرز أبدا فقال دمان تقوى اللهم لك الحمد 3 مرات أميز دام تورث بشمده اللهم لك الحمد هم ارتدي بشنو سامجر جاي ميورا علي إمران دام تورث بشمده ثم افتتح سورة المائدة შემდგომ სურა მაიდე დაიწყო. فقلت და მე ვთქვი რომ إذا ختم ركعة როდესაც ამას დაამთავრებს წავა რუკუზე فختمها فرفع فسمعته يقول سبحان ربي العظيم და როდესაც დაამთავრა წავიდა რუკუზე და მესმოდა ის როგორ ამბობდა سبحان ربي العظيم ويرجع شفتيه فأعلم أنه يقول غير ذلك და კიდევ ამის გარდა უჩებს რომ ამოძრავებდა უჩების მოძრაობის ხმა მესმოდა მაგრამ რას ამის سبحان ربي العظيمის გარდა კიდევ სხვა რაღაცასაც კითხულობდა მაგრამ ვერ გავარჩიე რას კითხულობდა ثم سجد فسمعته يقول سبحان ربي الأعلى შემდგომ სეჯდეზე წავიდა და მესმოდა ამბობდა سبحان ربي الأعلى ويرجع شفتيه فأعلمه أنه يقول غير ذلك და უჩების ხმა მესმოდა და ხვდებოდი რომ ამის გარდა სხვა რაღაცასაც ამბობდა. ნახე ახლა როცა მიჩვეული არის ადამიანი سبحان ربي العظيم سبحان ربي الأعلى ამაზე რომ მიჩვეული არის ამას გამოცნობა ადვილია უფრო ადვილად გამოიცნობს მაგრამ მისთვის უცხო რაღაცაც რომ ჩაიკითხა შუამავალმა ის უკვე ვეღარ გამოიცნო. فلا أفهم غيره თუმცა სხვა დანარჩენს რას კითხულობდა უკვე ვეღარ ხვდებოდიო ثم افتتح سورة الأنعام فتركته وذهبت და შემდგომ სურა أنعامის მეორე მოხდა რომ ადგა სურა أنعامით დაიწყო და ეს ჰადისი კონკრეტულად ეს ვერსია იმამ აბდურაზაყის მუსანნეფშია გადმოცემული თუმცა იმამ ბუხარის და მუსლიმის კრებულებშიც არის მსგავსი ცირედი განსხვავებით მხოლოდ იგივე ამბავს რომ გადმოგცემით. ამიტომ რატომ დავიკითხეთ ეს ჰადისი რომ შუამალ ალეისალათუესალამი 3-4 სურას ერთად კითხულობდა ერთ მუხლზე. ამიტომ ის 6 მუხლს ილოცვილობდა მაგრამ წარმოედგინე სურა ბაყარა, სურა ალი იმრანი, სურა მაიდე. ბაყარა 186 აეთია 286 ალი იმრანი 200 მაიდე რამდენია დამავიწყდა. ანუ ძალიან გძელს კითხულობდა შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ და ამდენი კითხვით 6 მუხლი ჩვენ ფელეყით და ნასით ნაკითხ 20-30 მუხლზე უფრო მეტი გამოდის. ამინ. რა თქმა უნდა, ჩვენ პირობებში ჯემაათმა ანჯახ ელემთერეს ქვედაიცის. და ეგეც დიდი მიღწევა არის კომუნიზმ გამოვლილ საზოგადოებაში და ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ იყაბულოს. თუმცა ვერ ვაფერებთ, ვერ ვკითხულობთ იმის მიზეზი არ არის რომ ჩვენ ეს ჰადისები არ წავიკითხოთ და არ ვიცოდეთ როგორი მოწოდება არის შუამავლისგან ეს უნდა ვიცოდეთ. عن عبد الله ابن عمر ابن العاص رضي الله عنه عبد الله بن عمر العاصي قد مقسمس رم عن رسول الله صلى الله عليه وسلم أنه قال رم الله شواموال صلى الله عليه وسلم ومن قام ب10 آيات لم يكتب من الغافلين وين غامت نماز 10 آياتي تلوتساوس is غافل تشوريس არ ჩაიწერება ومن قام ب100 آية كتب من القانتين და ვინც 100 აიათით იკითხავს ილოცავს ღამის ნამაზებს ის ღამის ღვთისმსახურებაში გამტარებელთა შორის ჩაიწერება ومن قرأ ب1000 آية كتب من المقنطرين ხოლო ვინც 100 აიათით წაიკითხავს აიათს ის მუყანტარინთან შორის ჩაიწერება. ანუ ყანტარ ნიშნავს წონის ერთეული ძალიან მძიმეზე იტყვია. ძალიან მძიმეზე. ანუ
ძალიან დიდი მადლი მოიპოვა ამ ადამიანმა ამ შინაარსით. შეგვიძლია გავიგოთ ეს ჰადისი. უზენაესმა ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ პირველ რიგში ჩვენს გულებში გააძლიეროს იმის იმანი, რომ ღამით თაჯუდ ნამაზზე ადგომის სურვილი გაგვიჩნდეს და შემდგომ ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალამ იმ ზიქრის კეთებელთა ღამის ღვთისმსახურებაში გამტარებელთა რიგებში ჩაგწეროს. والحمد لله رب العالمين والصلاة والسلام على رسولنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين.